ქართულ პროფესიულ სასწავლებლებში უცხოეთის მოქალაქეების მიმართვიანობა იზრდება, განსაკუთრებით მაღალია ინტერესი აზიური სახელმწიფოებიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან სექტორის წარმომადგენლების შეფასებით. ქართულ კოლეჯებში უცხოელების მიღებას როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. როგორი იყო მიმდინარე სასწავლო წელი კოლეჯებისთვის და რა პერსპექტივა აქვს ქვეყანაში საგანმანათლებლო ტურიზმის განვითარებას? მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა მაია, მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს. საქართველოში საგანმანათლებლო ტურიზმი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წელიწადში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანაში ყოველი მეხუთე სტუდენტი უცხოელია. 2024-2025 სასწავლო წლებში საქართველოში 37,000-ზე მეტი უცხოელი სწავლობდა. მიმდინარე წელს კი მათი რიცხვი სავარაუდოდ 44,000-მდე იქნება, თუმცა აქ საგულისხმოა ერთი ფაქტი. თუ ადრე უცხოელი სტუდენტების მხრიდან მხოლოდ აკადემიური განათლება იყო მოთხოვნადი, ახლა ისინი პროფესიული განათლებითაც ინტერესდებიან. კოლეჯებში ამბობენ, რომ მათ სასწავლო პროგრამებზე მოთხოვნა ძირითადად აზიური სახელმწიფოებიდან არსებობს, ასევე მაღალია ინტერესი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ამ ეტაპისთვის პროფესიული სასწავლებლების დიდ ნაწილში უცხოელებს ჯერ ქართული ენის მოდულის გავლა უწევთ, შემდეგ კი კონკრეტული პროფესიის შესწავლა, თუმცა კერძო კოლეჯების ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ მოთხოვნის გაჩენიდან გამომდინარე სამომავლოდ პროფესიული სასწავლებლები ინგლისურ ენოვან პროგრამებს შეიმუშავებენ და საერთაშორისო სტანდარტებს მოერგებიან. კოლეჯებში მიაჩნიათ, რომ პროფესიულ სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვანი იქნება როგორც თვითონ კოლეჯების განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. უფრო კონკრეტულად უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, კოლეჯებში სწავლა უფასო არ არის, შესაბამისად მათ მოუწევთ სწავლის საფასურის გადახდა. ამ თანხებით კი პროფესიული სასწავლებლები რეინვესტირებას მოახდენენ. უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არის მზაობა, გამომდინარე იქედან, რომ ბევრი უცხოელი ჩამოდის საქართველოში, ამიტომ პროფესიული განათლების სადმე ინტერესი უკვე მომატებული გახლავთ. თუ ადრე იყო მხოლოდ აკადემიური განათლება, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან პრაგმატულად ისინი ფიქრობენ, რომ პროფესიული განათლებაში შემოვიდნენ. ჩვენ გვყავს როგორც აზიური, ესე აღმოსავლეთ და აღმოსავლური ქვეყნებიდან და არა მხოლოდ ესევე ახლო აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდანაც კი მათ შორის, ანუ მომართვიანობა არის. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომ უნდა გქონდეს ამ შემთხვევაში ან ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც აკრედიტებულია და მეორე, ან უნდა ისწავლოს ქართული მოდული და ბუნებრივია შემდეგ უნდა ისწავლოს კონკრეტული პროფესია, რახან ჩვენ ავტორიზებული ვართ როგორც ქართულ ენაზე, ესე ვთქვათ, სასწავლებელი. უცხოელი სტუდენტების მოზიდვა არის დამატებითი ფინანსური ნაკადები ამ სექტორში და ეს კიდევ მნიშვნელოვანია კოლეჯებისთვის, ვინაიდან ისინი ამით ახდენენ რეინვესტირებას, აფართოებენ თავიანთ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ლაბორატორიებს და აქვთ საშუალება, რომ დააფინანსონ მასწავლებელთა კვალიფიკაციები. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკურ წილში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან უცხოელი სტუდენტები იხდიან არა მარტო სწავლის გადასახადს, არამედ მათ ყოფა ცხოვრებაში, მაგრამ იგივე ტრანსპორტი, კვება, მათ საცხოვრებელში ისინი ხარჯავენ თანხას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სიძლიერისთვის. უცხოელების გარდა ბოლო წლებში საგრძნობლად არის გაზრდილი კოლეჯებში ადგილობრივების მიმართვიანობაც. კერძო კოლეჯების ინფორმაციით მიღება წელიწადში 2-ჯერ ცხადდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე და ბოლო დროს თითქმის ყველა პროგრამაზე საჭირო ხდება კონკურსის გამოცხადება, ვინაიდან მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აჭარბებს. პროფესიული სწავლები ძირითადად 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ინტერესდებიან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საჭირო ცოდნის მოკლე ვადებში მიღებით და მალევე მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნით, თუმცა არსებობს სასწავლო პროგრამები, სადაც ასევე ძალიან მაღალია საშუალო ასაკის ადამიანების მიმართვიანობა. ყველაზე მაღალ მოთხოვნადი პროფესია კი სამშენებლო ინჟინერია. ძალიან საინტერესო წელიწადი იყო, გამომდინარე იქედან, რომ ორი მიმართულება შეიძლება გავშოროთ, ის რომ არის ჩვენთან ინტეგრირებული სწავლება, სადაც საბაზრო განათლების კურსდამთავრებელს სრული უფლება აქვს მოვიდეს და მიიღოს სხვადასხვა პროფესიული განათლება, ხო? შესაბამისად, მომართვიანობა იმდენად მაღალი იყო, რომ კონკურსი ჰქონდა ყველა სპეციალობაზე, ამიტომ ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოდგომაზე უკვე გვექნება დაახლოებით 8 ინტეგრირებული პროგრამა, რაც ნიშნავს იმას, რომ გავზრდით და გავასამაგებთ რაოდენობას იმ ადამიანების, რომლებიც შემოვლენ ჩვენთან უკვე საბაზრო განათლების კურსის დამთავრების შემდგომ. მომართვიანობა არის ძალიან მაღალი, ძალიან პრაგმატული, ძალიან რეალისტური მიდგომები აქვს და მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა არის
განსხვავებული აზროვნების თაობა, მათ უნდათ რომ ძალიან მოკლე ვადებში მიიღონ განათლება, გახდნენ პროფესიონალები და იშოვონ ფინანსური მდგრადობა. მეტნაკლებად რა თქმა უნდა არის მოთხოვნადი პროფესიები, მაგრამ ჩვენ და სასეკეთო და მართლა კარგ ამბად ითვლება ის, რომ ყველა პროფესიაზე, რომელიც კი არის ჩვენთან კერძო კოლეჯებში, ზოგადად არის კონკურსი. რაც შეეხება ჩვენს დაკვირვებას, ასეთია რომ ახალგაზრდების რაოდენობა, ახალ სკოლადამთავრებულების რაოდენობა ჭარბობს. ეს არის დაახლოებით 18-16-დან სადღაც 22-23 წლამდე, ხოლო გააჩნია სპეციალობას, კალკულურ სპეციალობებზე უფრო დასრულები და ასაკოვანი ადამიანების ჭარბობს. ასე რომ პროფესიულ განათლებაში ასაკი შეუზღუდავია, ამიტომ ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოების წევრები სარგებლობენ ამ სიკეთით. აღსანიშნავია, რომ პროფესიულ სასწავლებლებზე მოთხოვნის ზრდას ქართულ შრომის ბაზარზე არსებული სპეციალისტების დეფიციტიც განაპირობებს, რის გამოც თავად ბიზნეს სექტორი ჩართულია სხვადასხვა კოლეჯების საქმიანობაში და მათთან ერთად ადგენს სასწავლო პროგრამებს, რათა საბოლოო ჯამში მისთვის საჭირო კადრები მიიღოს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით 2025 წელს კოლეჯებში ჩარიცხულთა რაოდენობა თითქმის 20,000-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-იანი ზრდა იყო. მიმდინარე წელს ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ელიან. მადლობა მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.